როდესაც ეს ომი იწყებოდა, ჩვენ რაღაცა ხსნიდით, რაც იყო საფრთხის შემცველი. გადამტერებული ყავს საქართველოს შეიძლება ნახევარი იმის გამო, რომ აი ახლა რაც ხდება, მაგას ვამბობდით 3 წლით ადრე, რომ ამერიკელები ბოლოს უკრაინას დაიკიდებენ, დააბრალებენ ყველაფერს ისე უკრაინას. ვისაც არ გჯერათ გადაახვიეთ ეგ ძველი ჩანაწერები, ნახეთ. მთელი მაგ პერიოდის მანძილზე მე მაგალითად რისი შიში მქონდა, იცი რომ ეგ მოხდებოდა. ოღონდ მოხდებოდა შეფარულად, რაღაცა დიპლომატიური ქვეიმეებით. ამერიკა გამოაცხადებდა, რომ უკრაინამ მაინც მოიგო, კი, ეხა ტერიტორიები წააგო, ხალხი დაკარგა, ყველაფერი აი ითულება ვინ მოიგო ვინ წააგო ეგ ყველაფერი წააგო მაგრამ მაინც აი გამარჯვებულად გამოაცხადებდნენ და აქაური პროდასავლელები მაგ იმას აიტაცებდნენ მე ეგრე წარმომედგინე ეხლა იცი რისი ტრაგიკული განცდა მაქვს რომ მე ვერ წარმომედგინა ესე გასაგებად რომ დადგებოდა სიტუაცია და ესე გასაგებად რომ გაირკვეოდა ჩვენ რომ მართლები ვიყავით და მთელი პროდასავლური ფლანგი გინდა ოცნება და გინდა ოპოზიცია ჭურში რო იჯდნენ აი ესე გასაგებად რომ დადგებოდა სიტუაცია ვერ წარმომედგინა მაგრამ რო უყურებს სიტუაციას იცი რა არის ტრაგიკული? ამის მიუხედავად მაინც ხალხი ვერ გაიგებს რამო. მართლა გეუბნები რა, ტრაგედია რა იქნება, იცი? მე ნერვიულობდი, რომ ბიჭო, აი რაღაცა დიპლომატიური მედია მეთოდებით ამ ხალხს მაინც მოატყუებენ, მაგრამ ეხლა როგორც მიდის სიტუაცია, ცოტა რა ერკვევა, იცი? აი პირდაპირ ეტყვიან, რომ უკრაინა ვიხმარეთ და თქვენც მაგ ამბავში განგიხილავთ და ეს ხალხი აი ესე ამას ყველაფერს მოისმენს. ვერაფერს. მე გეტყვი, აი